მთვარე ძალიან მნიშვნელოვანი არის ურთიერთობებშიც, ანუ სინასტრიაში და იგივენაირად ნატალურ რუკაში თუ თქვენ გაინტერესებთ რა უნდა რეალურად, რისი სურვილი აქვს თქვენს მეორე ნახევარს. უნდა დახედოთ უბრალოდ უფრო მარტივი მეთოდი არის, უბრალოდ დახედეთ მის მთვარეს. თუ მისი მთვარე არის ვერცხლში, ესეთ ადამიანს სჭირდება აქტიური პარტნიორი. ანუ ესეთი ადამიანი ვერ გაჩერდება ისეთ გარემოში, სადაც ძალიან სიმშვიდე არის. ერთად გააკეთონ რაღაც, ერთად რაღაც თავგადასავლები ჰქონდეთ, ერთად ახალი წამოწყებები ჰქონდეთ. თუ მთვარე პარტნიორის არის კუროში, ესეთ ადამიანს უნდა მაქსიმალურად 7 პარტნიორი, სახლში ჯდომა, რაღაც ლამაზების კეთება, რაღაც საჭმელები გემრიელი, არ ვიცი, სერიალები, რაიმე ესეთი შედარებით უფრო ესთეტიური, ლამაზი და 7. თუ მთვარე ყავს ტყუპებში, ესეთ ადამიანს უნდა მაქსიმალური კომუნიკაცია. ესეთი ადამიანის პარტნიორი უნდა იყოს მაქსიმალურად უფრო ისეთი ინტელიგენტი, უფრო მეტად გათვითცნობიერებული, უფრო ერუდირებული და უნდა შეეძლო სხვა თემებზე საუბარი. თუ მთვარე არის კირჩხიბში, ესეთ ადამიანს სჭირდება მაქსიმალურად მზრუნველობა. ესეთი ადამიანი თვითონაც მზრუნველია და სჭირდება პარტნიორი, რომელიც იგივენაირად იქნება მზრუნველი. და ესეთი სანდო, ისე ვთქვათ, როგორც ოჯახი. თუ მთვარე ყავს ლომში, ესეთ ადამიანს სჭირდება მაქსიმალური ქება. უნდა შეაქო მაქსიმალურად, უნდა მოეფერო და აი რაღაცა ის როგორც სცენაზე რო იდგეს, ესე უნდა უყურო. ქალწულში თუ არის მთვარე ესეთ შემთხვევაში, ამ ადამიანს სჭირდება პრაქტიკულობა მაქსიმალურად, ვერ დახარჯავ თანხას რაღაც უაზროდ, ვერ მოიქცევი უაზროდ, ანუ ყველაფერი უნდა იყოს ლოგიკის ფარგლებში, შენი ქცევა მაქსიმალურად პრაქტიკული უნდა იყოს და მაქსიმალურად ესე ვთქვათ ეფექტური ყოველდღიურობაში. თუ მთვარე არის ასწორში, ესეთ ადამიანს სჭირდება მაქსიმალური ჰარმონია, ვერ იტანს კონფლიქტს. შესაბამისად, ესეთ ადამიანს პარტნიორი რო ყავდეს, რომელიც დღე და ღამე რაღაცას უმტკიცებს, ჩხუბობს და რაღაცას ასწავლის, ამ ადამიანს ეს არ მოეწონება. თუ მთვარე არის მორიელში, ესეთ ადამიანს სჭირდება ინტენსივობა, ესეთი ადამიანი ვერ იცხოვრებს მშვიდად. შესაბამისად, პარტნიორი შეიძლება იყოს მაქსიმალურად აქტიური, მაქსიმალურად ესეთი ან აგრესიული, ან ინტენსიური, მომთხოვნი, ეჭვიანი, ესეთ ადამიანებს მოსწონთ ესეთი პარტნიორები. თუ იქნება მთვარე მშვილდოსანში. ესეთ შემთხვევაში ადამიანს სჭირდება აქტიური პარტნიორი. პარტნიორი, რომელიც ბევრს მოგზაურობს, პარტნიორი, რომელსაც ყველაფერი აინტერესებს, პარტნიორი, რომელსაც შეუძლია ხალხს ესაუბროს, რაღაც ასწავლოს, რაღაც კონკრეტული ფილოსოფია გაუზიაროს, მაქსიმალურად სოციალიზირებული ესეთი ადამიანი. თუ მთვარე იქნება ხისრქაში, ადამიანს სჭირდება ძალიან პრაქტიკული, ძალიან საქმიანი, მკაცრი, სერიოზული პარტნიორი. ესეთი ადამიანი, ესეთ ბავშვურ და მხიარულ ადამიანთან ნაკლებად კომფორტულად იქნება. თუ იქნება მთვარე მერწყულში პარტნიორის, ესეთ შემთხვევაში ადამიანს სჭირდება თავისუფლება, ვერ შეზღუდავ, ვერ ეტყვი, რომ აი ამ დროს აქ უნდა იყო, ამის გაკეთება არ შეიძლება. ყველაფერი უნდა იყოს დამოკიდებული მის ნებაზე, რასაც თვითონ გააკეთებს. და თუ მთვარე იქნება თევზებში,